ნიკა ამელია. მოგესალმებით ბატონო ნიკა, ჩვენ უკვე მოვუყევით იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც საქალაქო სასამართლომ მიიღო, მოკლედ რომ შევაფასოთ თუ შეიძლება ბუტარობაქიძის საქმესთან დაკავშირებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დიდი ტრაგედია არ ამგონია. კი ბატონო, არ ამგონია გულგრილი ყოფილი იყოს ადამიანი უკვე წლების განმავლობაში ამ საქმის მიმართ, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ეს იყო დიდი ტრაგედია, ნამდვილად დიდი ტრაგედია იყო, რომლის იგივეც ახლა ადამიანები გაუბედურდნენ, მაგრამ ახლა მე პირადად კადრები მაქვს ნანახი, რომ იმ პოლიციელმა, რომელმაც იარაღის ტარი ჩაარტყა ერთ-ერთ დაკავებულს, როგორ გაუვარდა თქვია და მოხდა ცხოვრებულ რობაქიძეს, ხო, ეს კადრები ყოველს გვაქვს ნანახი და მოიხადა ამ ადამიანმა სასჯელი. ახლა სიმართლე გითხრათ, ახლა რა შეედავებოდნენ გურამ დონაძეს, რომ მან გააყალბა რაღაცა მტკიცებულებები, მე ზღავსი რამ ვერ ვნახე, იმიტომ რომ აი რამდენიმე დღის წინ მე პირადად ვნახე პირველად სრული კადრები. და აი ჩანს სადაც ნათლად როგორ დატრიალდა ის ტრაგედია. ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო ფაქტია, რბილოთ ვთქვათ სამწუხარო, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხაროა, როდესაც ახლა ალბათონი ვიცაუბრობთ ჩვენ წინ ბევრი განცხადება მისგან მომისმენია, იგივე ბატონი მაჩალიკაშვილის თაობაზე, იგივე ბატონი ზაზა სარალიძის თაობაზე მეტიც შეუვაწყვეტებს აყენებდა პირდაპირ, ხო? და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანებად მოიხსენიებდა, რაც ნუ რა უნდა გითხრათ, ახლა არ შეიძლება საკუთარი შვილის ტრაგედიით ივაჭრო, მართლა არ შეიძლება და არის ყოველდღე მიუღებელი ყველა ნორმალური ადამიანისთვის. გადავიდეთ სხვა თემაზე. მაინტერესებს დღეს გააკეთა გიორგი ვაშაძემ განცხადება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამზადებს საქმეებს მის წინააღმდეგ, ასევე ნიკა ამელიას წინააღმდეგ. რაზე დაყრდნობით აკეთებს გიორგი ვაშაძე ამ განცხადებას და რის გამო შეიძლება დააკავონ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ნიკა ამელია და გიორგი ვაშაძე? მოვისმენ. არ მომისმენი, არ მგონია ესე ამ თვალსაზრისით ესაუბრა გიორგი ვაშაძეს, ხა ჩვენ ვაკავებდი და დასაკავებელი თუ ვინმეა პირველ რიგში არის პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებიც მოქმედებენ დამნაშავეებით, უბრალოდ ფორმებში გამოწყობილი, რამდენიმე ათეული მათგანი რეალურად იყო დამნაშავე. დიახ, და მე კირკიტაძე, ბატონი ვაშაძე და ასე შემდეგ ვებრძოდით დამნაშავეებს. ეხლა მოდით ერთი წუთი წარმოვიდგინოთ ესეთი შემთხვევა ჰიპოთეტურად მოცემულობა, როდესაც ეხლა ეს სახლში პროფესიით მაგალითად იურისტი შემომივარდება დასაყაჩაღებლად. ის იმ დროს, როდესაც მე მაყაჩაღებს იურისტია პროფესიით თუ ყაჩაღია. რა თქმა უნდა, ყაჩაღია, ხო? იგივე პროფესიით სხვა ადამიანი ფილოსოფი იქ ჩვენ ვიხილეთ პოლიციის ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ბატონი კუპატაძე, რომლებიც ჩადიოდნენ დანაშაულს და ისინი იყვნენ დამნაშავეები. თუ ვინმე უნდა აგოს პასუხი და აუცილებლად აგებს. არ შერჩენიათ. აი არაფერში ისე არ ვარ დარწმუნებული როგორც ამაში. არაფერში. არავის არ შერჩენია. არც ერთ ეტაპზე. არც ერთ ქვეყანაში. არც ერთ ხელისუფლების პირობებში. როდესაც აბსოლუტურად უკანონო კონსტიტუციის ფერფლში გათვლით, ეხლა კამაზები, ავტობუსები, არ ვიცი რა რითი აჩახერგეს, გზა სხვა ქალაქში, თელავში მიმოვალი კოლონა შეაჩერეთ, მაგრამ სანამ გააჩერებდნენ ამაზე ნაკლებ საუბრობთ ჩვენ, სანამ გააჩერებდნენ კოლონას აი ეს პოლიციელები და მათ შორის დამნაშავეები, ისინი მათ ვერ უწოდებ მე პოლიციელებს, ისინი დამნაშავეები, მაღალჩინოსნები, მანამდე 500 მეტრით არ მისულ პირველ ასე თქვა ბარიერამდე ზონდერები დაგვახვედრეს, ზონდერები. და გვაგურები და ქვები ისოლეს და მე ვიყავი მე-10 თუ მე-11 მანქანაში დაახლოებით ამ კოლონის, ხო? სანამ მოვაქცია პირველ მანქანამდე, უბრალოდ მსვლელობისას ესროლეს მანქანა. აი, სადაც წესით პოლიცია მეუბნებოდა, რომ იქით აღარ წახვიდეთ, გადაკეტილია. და აქეთ წადით ყვარლისკენ, პოლიცია კი არ მეუბნებოდა ამას. გადასახლებდა ველიციხის. ზონდერები იდგნენ. ბატონიკა, როდესაც მეტნაკლებად დასტაბილურდა ეს ვითარება, თუ შეიძლება ჩვენ გავაგზავნეთ მსვლელობა პირდაპირ და მივედექით პირველ ავტობუსს, სადაც უკვე პოლიციის მაღალჩინოსნები დაგვწნენ. ამიტომ თუ ვინმე არის დასაჯელი, არის გახარია, აუცილებლად დაიჯება
თუ ვინმე არის დასაჯელი, ის რამდენიმე მაღალ ჩინოსანი და ბატონო ნიკა, იმ შემთხვევაში თუ დავით კირკიტაძე არ იქნება გათავისუფლებული და აღკვეთის ღონისძიების სახით მას შეეფარდება პატიმრობა, რა იქნება გაერთიანებული ოპოზიციის პასუხი? დავით კირკიტაძე არის უკანონო პატიმარი, ეს ერთი, ამაზე უკვე ვისაუბრე და მეორე ყველაზე ასეთ არანაკლები მინიმუმ მართლაც კინვეული სანახაობა მოაწყო წლების განმავლობაში ხელისუფლება, როდესაც კლასიკური მაგალითები დაგვახვია თავს შერჩევითი მართლმსაჯულებისა. იმ დღის მაგალითზე რომ ვიმჟელოთ, ხო? ეხლა გუშინ უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარეს ადამიანს, რომელიც გახდა მსხვერპლი უმოწყალო თავდასხმისა ზონდერების მხრიდან, ხო? გურჯაანის რაიონში და ვიცით, ორი მათგანი სახელი და გვარი არიან თვითმმართველობის წევრები გურჯაანის რაიონში. მათი საცხოვრებელი ადგილებიც ვიცით, ვინაობა, ყველაფერი, მაგრამ ნული რეაგირება, ხო? საერთოდ აი დაკითხვაზე მაინც დაიბარეს და ასე გრძელდებოდა, ასე დაიწყო სწორედ ასე გრძელდებოდა, რომელი ერთი გითხრათ, ახალქალაქში ხო, ვიცით რაც მოხდა, ნული რეაგირება, თაყვები რომ დაუნტრეს იარაღისტარი და დანაშავე პირდაპირ მხილებული დანაშაულში და მისი ოჯახის წევრი, ასე ელზონკოიანის პარლამენტში რო უზით, რაჭაში, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელი დაჭრეს, ორი პირი იღებდა თავდასხმაში მონაწილეობას და ერთი არის დაკავებული და მეორე არა, რომელიც დაცვის პოლიციის თანამშრომელი უბრალოდ მას უფლებამოსილება შეუჩერეს და რავი, რომელი ერთი გაავიხსენოთ, ხო? ამიტომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო. მე არ ვთვლი, რომ მე ვებძვი მაგალითად რაღაცა შინაგან საქმეთა მინდის, ვთვლი მთელი ჩემი აწმე, ვთვლი, რომ ვებძვი კრიმინალებს, რომლებიც ერთის მხრივ რაღაცა თითქოს აპელირებენ კანონზე და კანონმდებლობაზე და კონსტიტუციაზე, რომელსაც თვითონვე თელავენ ფერქვეშ და მეორეს მხრივ გიპირისპირდებიან კრიმინალებით და ზონდერებით, რომლებსაც მოახერხეს, დიახ, და ჩვენთვის საკუთრივი დრო იწურება და აუცილებლად უნდა გკითხოთ პატა ბურჭულაძის თემასთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი, რომელმაც 15 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში კონცერტზე იმღერა, რომელსაც ესწრებოდა ვლადიმერ პუტინი. ზოგადად თქვენ და თქვენს პოლიტიკურ გუნდს ძალიან ხისტი შეფასებები გაქვთ ხოლმე ასეთ ქმედებებზე. ნიშნავს თუ არა ეს ქცევა იმას, რომ გაწყვეტ ურთიერთობას პატა ბურჭულაძესთან? ავიც უნდა დავისვა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რასაც თქვენ ვფიქრობთ, ხო? იგივეს ვფიქრობ რა შეხედულებების თქვენ გაგიჩნდა ჩამოგიყალიბდათ, იგივე შეხედულებები, რომ წარმოუდგენელია ხა სულ საკუთარი ოჯახის წევრი აღმოჩნდეს ასეთ ვითარებაში, ყოველდღიურად მიმდებელია. მადლობა ნიკა მელიას. წარმოუდგენელია, მეტი რა გითხრათ. მადლობა. გაერთიანებული ოპოზიციისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც იყო ჩვენი სტუმარი, პირველი პრეზიდენტის შვილები, ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდები კი უკვე მეხუთე დღე